სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ გადაცემა კვირის რეპორტაჟს საღამო მშვიდობისა. აქციები თბილისსა და ბათუმში 21 მაისს ერთდროულად დაიწყო და უკიდურესად დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს. გუშინ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსა და სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქცია სამართალდამცველებმა ბათუმში დაარბიეს. თბილისში კი დღეს დილით. ნერვების ომი დაწყებულია, ნერვები კი ორივე მხარეს ღალატობს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ეს არის სიტუაცია, როცა პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელია. ჩვენ იმის გარკვევა შევეცადეთ, ვინ დგას იმ პროვოკაციების მიღმა, რომელიც აქციაზე სისტემატურად ხდება. ხელჩართული ჩხუბი კოსტავასა და ხილიანის ქუჩების გადაკვეთაზე 22 მაისს დაახლოებით დილის 11 საათზე დაიწყო. რამდენიმე მანქანით უცნობი ადამიანები გამოჩნდნენ. მათ ხელში ზუსტად ისეთივე ხელჯოხები ეჭირათ, როგორც აქციის მონაწილე სახალხო კრების წევრებს. ჩხუბი ორ მხარეს შორის მოულოდნელად დაიწყო. ეს ორთაბრძოლა მომიტინგეებმა მოიგეს. ჩხუბს პოლიცია შორიდან ადევნებდა თვალს. მომიტინგეებმა უცნობებს შეტაკების ადგილას ავტომანქანებიც დაატოვებინეს. სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ ადამიანების იდენტიფიკაცია. ერთ-ერთი ავტომანქანის საბარგულში ორი ერთნაირი სანომრე ნიშანი იპოვეს. სავარაუდოდ ეს ოპერატიული ნომრებია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციების დროს იყენებს. სახალხო კრების აქციაზე მოულოდნელად გამოჩნდა ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილიც. ეს სწორედ ის ადამიანია, რომლის შესახებაც წლებია ლეგენდები დადის. ოპოზიცია მუდმივად ამტკიცებდა, რომ სპეციალურად გაწვრთნილ ზონდერ ბრიგადებს, რომლებიც 2009 წლის აპრილის აქციებშიც აქტიურობდნენ, სწორედ ბადრი ბასიშვილი ხელმძღვანელობდა. თქვენ კადრში სწორედ ამ ადამიანს ხედავთ, ის მთელი დღის განმავლობაში ვაკის პოლიციასთან მობილიზებულ სპეცრაზმთან ერთად იმყოფებოდა. თბილის მოუწოდებ, შემოგვიერთდეს, მივდივართ ტელევიზიისაკენ. სახალხო კრების წევრები ფიქრობენ, რომ პროვოკაციები პირველ არხთან სავარაუდოდ ჯერ კიდევ გულში მიგეგმებოდა. მაშინ როცა აქციის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ თავისუფლების მოედნიდან მომიტინგეები პირველი არხის მიმართულებით დაიძვრებოდნენ, ტელევიზიის შენობაში პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზება დაიწყო. სწორედ ამ დროს გადაიღო კვირის რეპორტაჟის ვიდეო კამერამ რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც ტელევიზიის შენობაში სახალხო კრების დროშით თავისუფლად გადაადგილდებოდა და პოლიციელებს ეკონტაქტებოდა. კითხვაზე რა უნდათ მათ ტელევიზიის შენობაში და საიდან მოხვდა მათ ხელში სახალხო კრების დროშა, ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ. დროშები გაკავათ ხელში და სად მიდიოდით სპეციალურად? ის დროშები სად არის? არ შეგიძლიათ გითხრათ? კიდევ ერთხელ თბილისში აქციაზე სიტუაცია დაახლოებით დილის 7 საათისთვის დაიძაბა. იგივე ზონდერ ბრიგადებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილის გადაცებას სცადეს და ის ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. მომიტინგეებმა კი მათ ავტომანქანის დაძვრის საშუალება არ მისცეს და მანქანის მტვრევა დაიწყეს. მას შემდეგ, რაც ჩხუბი ატყდა, საქმეში სპეცრაზმი ჩაერია და აქციის დარბევა რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ცრემლსადენი გაზის გამოყენება უარყო. ფრაგმენტი ამ ინტერვიუდან.
არა, დაშლით არ დაუშლიათ. გზა ჰქონდათ გადაკეტილი ტროსებით და ის ტროსები ახსნეს, თორემ აქცია არავის დაუშლია. ანუ ცრემსადენი გაზი და რეზინის ტყვიები არ გამოყენებულა, როგორც აქ წერია. არა, რაც ცრემსადენი გაზები. და არ ჩეტაკებას ქონია ადგილი სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის. არა. კადრებში ცრემსადენი გაზის კვალიც ჩანს და რეზინის ტყვიებიც. თუ გაზი არ გამოუყენებიათ, მაშინ როგორ მოიწამლა სტუდია GNS-ის მემონტაჟე ზვიად კოპალეიშვილი, რომელსაც ალერგიის ფონზე მდგომარეობა დაუმძიმდა. საავადმყოფოში მისულმა პოლიციელებმა მისი ტანსაცმელი დალუქეს და თან წაიღეს. აქციის დარბევის შემდეგ მოვლენები ასე ვითარდებოდა. იწყება მოწოდებები მიტინგს კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეუერთდეს. აქციაზე რამდენიმე კვირის წინ ერთმანეთთან დაპირისპირებული სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიდიან. კითხვა, რომელიც საზოგადოებას გაუჩნდა, იმ ხელკეტებს უკავშირდება, რომელიც აქციის თითქმის ყველა მონაწილეს უჭირავს ხელში. რატომ დაჭირდათ მომიტინგეებს ამგვარი შეიარაღება? ამ კითხვით ჩვენ ნინო ბურჯანაძეს მივმართეთ. მიზანი იყო, რომ ყოფილიყო დროშა, რაც შეიძლება მეტი დროშა და მეტი ტრანსპარანტი, მაგრამ ხელისუფლებამ მოყარა ტრანსპარანტების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ჩვენ მქონდა გამოყენებული, უნდა გამოგვეყენებია და გვეჩვენებინა. რაც შეეხება ჯოხს, იცით რატომ ჩვენ ჯოხს მოგვიქნევენ და ტყვიას გვესვრიან, ჩვენ გვაქვს უფლება, რომ უბრალო ჯოხით დავიცვათ თავი. ღამემ თბილისში აქციაზე ძირითადად მშვიდად ჩაიარა, თუმცა მომიტინგეების მხრიდან იყო აგრესია ჟურნალისტების მიმართ. მაგალითად, თუ ვიდეოკამერა მათ ჩხუბს შემთხვევით დააფიქსირებდა, აგრესია შემდეგ ჟურნალისტებზე გადმოდიოდა. ეს საკუთარ თავზე სტუდია GNS-მაც იწვნია. დავშვიდი ბიჭო! სახალხო კრებისა და დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს მიერ ორგანიზებული აქცია ბათუმში სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ გუშინ დაარბიეს. სპეცრაზმა მომიტინგეებზე შეტევა მაშინ დაიწყო, როცა ერას მოედნიდან აქციის მონაწილეებმა აჭარის ტელევიზიასთან გადაინაცვლეს. გვიან ღამით კი სპეცრაზმელები სახალხო კრების ბათუმის ოფისში შეიჭრნენ. მიღბიანი სპეცრაზმელები იქ მყოფ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემდეგ კი დასაჭერთა სია გვარებით ამოიკითხეს. შემოარდნენ იარაღით, მასკებით, უცმაწური სიტყვებით და დაწექით ძირში. ემეღე ჩამარტყენ კონდახი პისტოლეტის თავში, ციხლი მკრენ, ჩამაგდნენ ძირში, ფეხი დამადგენ და გაჩიტენ ყველა რაღაცები იკითხენ, გვარები, ვინ ეს გვარი, ვინ არის და ეიღენ და წეიყვანენ ვინც შეუნდოდნენ. ბათუმში ჩატარებული ოპერაციის მონაწილეები სპეცფორმებით და შავი ნიღბებით იყვნენ. ეს ფორმა ფიგურირებს იმ ამბებშიც, რომელიც 21 მაისს დაგეგმილ აქციამდე ოპოზიციის მისამართით ხდებოდა. 18 მაისი საღამოს 6 საათი. სახალხო კრების თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კრების სამაქტივისტთან ერთად თბილისიდან თელავში ბრუნდება. დედაქალაქში ისინი პარტიულ თათბირზე იმყოფებოდნენ. უკან დაბრუნებისას სოფელ პატარძეულთან მათზე თავდასხმა განხორციელდა. ეს ადამიანები იხსენებენ, რომ მათი გზიდან გადაგდება პირველად მერსედესის მარკის ავტომანქანამ სცადა. როცა სვლა შეანელეს, გვერდით 2 მანქანა ამოუდგათ, გოლფ 3 და ჯიპი. მათგან ერთს ტრანზიტული სანომრე ნიშნები ჰქონდა, 2 კი უნომრო იყო. ამოგვიდგნენ გვერდიდან და იარაღის მუქარით გაგვაჩერეს შენ. რა თქმა უნდა გავაჩერე, ხელები ავწიათ ვინც სხვაი შეგვეშინა უკვე ეს იარაღის სიმით მოვიდნენ. ეს კარები გააღეს ჩემი, გადამათრეს მანქანიდან, უკან ხელები შემიკრეს რუსუგან, თავზე პარკი ჩამომაცვეს სცენოფნის პარკი და იქვე გვერდით დამაგდეს მიწაზე პირქვე. ეცვა შავი ფორმა, ფეხზე სპეცტრანსფორმაცია ხოლმე ფორმაც და ბათინგიც ისეთი ეცვათ, ხელებზე ჰქონდათ რეზინის თხელი, ხელთათმანები, მოკლე ავტომატი დავინახე 2 მე მგონი 3. პატარძეულთან იმ ადგილას, სადაც თავდასხმა მოხდა, ავტომანქანების ნაკადი ფაქტობრივად არ წყდება.
გზაზე მოძრაობს პატრულიც, თუმცა ნიღბიანმა დამნაშავეებმა ოპოზიციონერების მანქანიდან გადმოყვანა ცემა და შემდეგ მინდორში გაყვანა ისე მოახერხეს, რომ არავინ დაეჭვებულა. დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ გამლელებს ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაცია ეგონათ. ცენტრალურ გზაზე ასე უნომრო მანქანებით, ნიღბებით და იარაღებით ყაჩაღები არ დათარეშობენ. ვეღარ დათარეშობენ, როგორც ესენი იძახიან, მოსპეს ყაჩაღობა და ქურდობა და დღეს ისეთ რომ სამი მანქანა დაგაყაჩაღებს და 3 წუთის განმავლობაში გზაზე ვერ დაგიკითხავს ცემას, იქ სავარაუდოდ ეს ჩვენი სასახელო საპატრულო პოლიცია ვაიც უნდა გამოცხადებულიყო. საგარეჯოს პოლიცია მომხდარით 2 საათის დაგვიანებით დაინტერესდა. დაზარალებულები დაკითხეს და საქმე ყაჩაღობის მუხლით აღწრეს. საგარეჯოს პოლიციაში ჩვენ მომხდარიდან რამდენიმე დღეში მივედით. სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, საქართველოში დღეს გაუხსნელი დანაშაული არ არსებობს, მაგრამ ეს როგორც ჩანს, არ ეხებათ ოპოზიციონერებს. მინებჩამსხვრეული მანქანა ჯერ კიდევ პოლიციის ეზოში დგას. სამართალდამცველებს ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. აქციის ჩაშლას ხელისუფლება სხვა ხერხებითაც ცდილობდა. თითქმის ყველა რეგიონიდან 21 მაისს შეზღუდული იყო მიკროავტობუსების და ტაქსების თბილისისკენ გადაადგილება. ეს კადრები ჩვენ 20 მაისს თელავში გადავიღეთ. სახალხო კრების წევრები ტაქსის მძღოლის დაყოლიებას ცდილობენ, რომ მან თბილისში აქციაზე მგზავრები წამოიყვანოს, მაგრამ უშედეგო. მანქანა რო დავინახოთ გომბოზე ხო ყველა ტაქსები ვიწვევენ. კი. არც ერთ არ გაგაჩერდ მანქანაში ქვეწაგად. მილიცია იყო მოსული? პოლიციამ გაგაფრთხილათ ესე იგი. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, აქციაზე პირველი ღამე სწორედ რეგიონებიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ცნობილი იტალიური რევოლუციური სიმღერის ფონზე გაადგენეს. ახლა კი ზუგდიდი. თქვენ ნახავთ, როგორ აშინებს პოლიცია დანაშაულის თვითმხილველებს და როგორ უსწორდება სამართალდამცველი სტუდია GNS-ის ვიდეო კამერას. ჭითაწყარის ეკლესიის წინამძღვარს მშრალმა პოლიციელებმა 3-ჯერ ესროლეს. ზუგდიდელი პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული ჯერ არ არის. ნახეთ იმედა დარცალიას რეპორტაჟი ზუგდიდიდან. გამარჯობა. ერთი კითხვა, თქვენ უშიშროების თანამშრომელი. არა, ვარ უშიშროების თანამშრომელი. აქ რაც მოხდა, იცით თქვენ რამე? რაშლები. კამერას რატო ახლა ხელი? კვირის რეპორტაჟის კამერა ზუგდიდელი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში სოფელ ჭითაწყარის ეკლესიის ეზოში გამოჩენისთანავე აღმოჩნდა. ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ვიდრე ის ჩართული კამერის გათიშვას მოქნეული მუშტი დეცდებოდა, მანამდე მოვლენები ასე ვითარდებოდა. თერთმეტი მაისი სოფელ ჭითაწყარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საღამოს ლოცვა მიმდინარეობს. ლოცვას ეკლესიის წინამძღვარი მამა ანდრია ლიპარდია კითხულობს. მოულოდნელად მრევლში ჩოჩქოლი იწყება. ისინი ერთმანეთს ტაძარში შესული მთვრალი და ნახევრად შიშველი 2 ახალგაზრდისკენ მიანიშნებენ. მთვრალი მამაკაცები შეიარაღებულები არიან. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში სოფლის სასაფლაოა. ამ ადგილას საკუთარი გამზრდელი საფლავზე თითქმის ყოველდღე დადის ჭითაწყაროელი ახალგაზრდა, უნარ შეზღუდული ხვიჩა ჩუხუა. შემდეგ კი ეკლესიის კართან მათხოვრობს. ხვიჩა 11 მაისაც გამზრდელი საფლავთან იჯდა. მოულოდნელად მას ეკლესიიდან გამოსული მთვრალი შეიარაღებული მამაკაცები მიუახლოვდნენ. იმღერეთ თორემ დედას არ გაინძრეო, იარაღიც ეკავათ, ერთ-ერთმა შუბლზე მომადო იარაღი. შემდეგ უკნიდან უნდოდა ცრულა. ხვიჩა ჩუხუა მთვრალ შეიარაღებულ მოძალადეებს გაიქცა და ეკლესიაში შევარდა. სანთლის გამყიდველმა ის ტაძრის კარს უკან დამალა. ადგილობრივებმა, რომლებიც წირვას ესრებოდნენ, შეიარაღებულ ადამიანებში მოგვიანებით ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები გიორგი ფონია და ირაკლი ქარჩავა ამოიცნეს. ეს არის ნატყვიარი? კვირის რეპორტაჟი ხვიჩა ჩუხუას გარდა ფართის შემსრე კიდევ რამდენიმე მოწმეს ესაუბრა. ერთ-ერთი სანთლის გამყიდველია, რომელიც 11 მაისის ინციდენტის დეტალებს იხსენებს.
ლოცვა მიმდინარეობდა იმ პერიოდში. ან ლოცვა მთავრდებოდა. ის ერთ-ერთი მივიდა იქ წინ და ეგრევე გამოისახა და მეორე კალათანის თამაგანა ის მეორე ძალიან მწვალი იყო. ისე რომ ძლივს იკავებდა თავ წაქცევაზე იყო. ხო და მე ну კარგა ხანი იგრინების და მე გამოვიდნენ. მანქანას აჩერებდნენ, მაგრამ ავუჩერებდნენ, ზოგმა გაუჩერა, ზოგი ერთი წაიქცა ტიპეს ერთ-ერთი. და ამასობაში თავს მიეყარა და სროლის მაგავიგეთ. შეიძლება არც იცოდნენ მამა იყო იქით თუ რა ვიცი ვინც იყო. უზმაში მაგრამ ესროლეს თუნდაც. მანქანის ხო, ისროლეს. ჩვენ რო გასმენის მაი აკიდეკით და გასმენის და გავიგონე. თვითმხილველების თქმით, ინციდენტს გაგრძელება ტაძრის ჭიშკართანაც მოყვა. გზაზე გასული მთვრალი პოლიციელები მანქანის გაჩერებას და გამგზავრებას ცდილობენ. ამ დროს მწუხრის ლოცვა უკვე დასრულებულია და წინამძღვარი მამა ანდრია ლიპარტია ეკლესიის ეზოდან გამოდის. ის ჭიშკართან გაჩერებულ გრანდ-ჩეროკის ჯიპში ჯდება. მანქანაში მას მცირეწლოვანი შვილი, მძღოლი და მძღოლის მეუღლე ელოდებიან. ამ დროს ორივე პოლიციელი ტაბელური იარაღიდან სამჯერ ისვრის. ერთხელ ჰაერში, ორჯერ კი დამიზნებით ჯიპის მიმართულებით. თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციელებმა ტყვია მამა ანდრია ლიპარტიას ესროლეს, რადგან სასულიერო პირი მანამდე მთვრალი ახალგაზრდების დაწყნარებას ცდილობდა. მამა ანდრია კი 11 მაისს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოხდარ ინციდენტს უარყოფს. ყველაფერი არის, რაც ითქვა, ესე იგი არის ჭორის დონეზე. ყველაფერი არ მომხდარა, ჩემთვის არავის არ უსწრია. ტაძარში იყვნენ ისე? არის საუბარი რომ იყვნენ თუ რაღაცა მე არ მინახია რა. თუმცა ინციდენტის ფაქტს ადასტურებს მამა ანდრიას მეუღლე. იარაღებს მაინც პირში უდევდნენ, ტალახში ამოსვლილები. და მე ეკლესიიდან რომ გავიდნენ და რომ ჩასხდნენ ეს მამაო, ჩემი შვილი, მანქანაში რომ ჩასხდნენ, ეს საღამო ლოცვა დამთავრდა და დაახლოებით 6 წუთები იყო. და რომ ჩასხდნენ, მაშინ იყო რომ დაუმიზნა იარაღი და რომ გაიცოლა და იმას ფეხი დაუწდა ჩავარდა ორმოში. თორე ძალიან ახლო მანძილიდან ესროლა, მაგრამ რომ დაუწდა ფეხი ააწინა, თორე მაგის ხელისგან მოხდებოდა ვინმე. დაუმალიათ ქალებს შავსანი დედები, ვინც ჩვენი მრევლია, სიკაროსანი ბიჭები, რომ რამე არ მომხდარიყო, საპატრულოც ახლოს აიქვეა და სანი ტყვია გავარდა და დავიჯერო ეხლა არის მოდა ისინის ხმა. ერთ-ერთი ვერსიით ამ ინციდენტის შემდეგ სასულიერო პირი ადგილობრივ ჩინოვნიკებს შეხვდა და მომხდარის შესახებ არაოფიციალური ჩვენებებიც მისცა. მამა ანდრია მხოლოდ სამსახურიდან მათ გათავისუფლებას მოითხოვდა და მთვრალი პოლიციელების დასჯაზე უარი ჰუმანური მოსაზრებები თქვა. ადგილობრივები პირად საუბრებში იმასაც ამბობენ, რომ ამ ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველები მამა ანდრიაზე ზეწოლას ახორციელებენ. სამიდან ერთი ნატყვიარი ეკლესიის ჭიშკართან დღესაც ეთყობა, თუმცა სამართალდამცველები ამ ფაქტით დღემდე არ დაინტერესებულან. ეს ადგილი არც სპეციალური ყვითელი დამცავი ზონარით შემოუღობავდა, არც დაუთვალიერებიათ. კახაყურაშვილი მამა ანდრიას მძღოლია. მთვრალი პოლიციელების მიერ ნასროლ ტყვიას ის ისე როგორც მისი მგზავრების შემთხვევით გადაურჩა. მამა ანდრია ლიპარტიასთან განსხვავებით მძღოლი მომხდარს ადასტურებს და ინციდენტის დეტალებს გვიყვება. მანქანის მიმართულებით ბავშვი შემატანში. მამაოს მიმართულებით ეს დააპატიმრე. მამა ორო ჩაჭდა მანქანაში მე ეს მეორე სულგების პოლიციაში და მამაო არც არ მაფარა. მეორე მოადგილე მოვა სახელ პეტელავა. ძალიან დიდი მადლობა. მოწმეებთან საუბრის შემდეგ ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში მივდივართ. ვცდილობთ გავარკვიოთ 11 მაისს ჭიტაწყარში მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თუ არა. თუმცა ზუგდიდის პოლიციაში დაპირებულ სატელევიზიო კომენტარზე უარს 9 საათიანი ფიქრის შემდეგ ამბობენ. გიორგი ფონია, ირაკლი ქარჩავა, ეს ადამიანები მუშაობენ ისევ თქვენთან? არ ვიცი, ახლა მე ვერ გავჩნდა მასზე დასვა. სამართალდამცველებისგან ვერ მივიღეთ პასუხები კითხვებზე. დაიწყო თუ არა ძიება და კვლავ მუშაობენ თუ არა გიორგი ფონია და ირაკლი ქარჩავა პოლიციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განსხვავებით ამ ფაქტს იურისტები აფასებენ. იჯება თავისუფლების საყვათით ვადით 4-დან 7 წლამდე. ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლის იურისტი დიტო ხაჩიძე ამბობს, რომ მთვრალ პოლიციელებზე მეტად დამნაშავეები ამ შემთხვევაში სამართალდამცველ ორგანოებში მათი ხელმძღვანელები არიან,
რომლებმაც საქმის ძიება არ დაიწყეს. რიგითი პოლიციელი არ ღვევს, თulis რომ ყველაფრის უფლება აქვს და მართლაც ეგრე გამოდის, იმიტომ რომ ამ და კანონდარღვევებზე ვინც რეაგირება უნდა მოახდინოს, მისმა ზემდგომმა, უშუალო უფროსმა, გენერალურმა ინსპექციამ, სამინისტრო მინისტრის დონეზე უნდა ავიდეს საქმე. ისინი თუ არანაირ რეაგირებას არ ახდენენ ამაზე რა, ეს არის არათუ დაფარვა ამ დანაშაულს, ანუ პირიქით ხელშეწყობა, რომ მე შენ გაძლევ, ასე ვთქვათ, უფლებას, კარტ ბლანშს გაძლევ, რაც გინდა ქენი, უბრალოდ მე როცა დამჭირდება, მაშინაც რასაც მინდა იმას იზავ რა. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ცნობები შედის შესაბამის ორგანოებში დანაშაულის ნიშნების შესახებ, ეს არის გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი. დანაშაულის შეუტყობინებლობა ან დაფარვა ასეთი სახის დათქმა სასულიერო პირის წარმომადგენლისგან კანონმდებლობა არ იცნობს. თუ მოქალაქე ვალდებულია, მაშინ ხუთელიც ვალდებულია. თუ მოქალაქე არ არის ვალდებული, მაშინ ხუთელიც არ არის ვალდებული. თეოლოგი ლევან აბაშიძე განმარტავს, როდის აქვს სასულიერო პირს ვალდებულება მსგავსი ფაქტების შესახებ სამართალდამცველებს ინფორმაცია არ მიაწოდოს. ეკლესიაში არის აღსარების საიდუმლოების წესი, ანუ ის ინფორმაცია, რაც აღსარებაში გაიგო მღვდელმა, ის ვალდებულია, რომ შეინახოს საიდუმლოდ. სახელმწიფოც ცნობს ამ წესს, მაგრამ იმ რაც თქვენ მითხარით, იმ შემთხვევაში ჩვენ არ აგვაქვს საქმე აღსარებასთან, ეს არის ჩვეულებრივი, თუ ის მოხდა მართლა, არის ჩვეულებრივი დანაშაულებრივი ქმედება და აქ არავითარი განსხვავება არ არის, ადამიანი არის სასულიერო პირი თუ არა, ის ისევე ექვემდებარება კანონმდებლობას და მასზე მოქმედებს ზუსტად ისეთივე კანონები და ამას ეკლესიაც აღიარებს, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს. დანაშაულის დაფარვის მცდელობის ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ პოლიცია ყოველთვის ოპერატიულად რეაგირებს დაფარული დანაშაულების ფაქტებზე. ოფიციალური ინფორმაციით 2008 წელს 39 დაფარული დანაშაულიდან 34 გაიხსნა. 2009 წელს დანაშაულის დაფარვის მცდელობა შემცირდა და 30 დაფარული დანაშაულიდან 28 გაიხსნა. 2010-ში კი 29 დაფარული დანაშაულიდან 28 დანაშაული გაიხსნა. 11 მაისს მომხდარი ინციდენტის დეტალების გასარკვევად ჭიტაწყარში კვირის რეპორტაჟის ჩასვლიდან რამდენიმე წუთში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რიგრიგობით მოდიან. სამართალდამცველები ზუგდიდში ჟურნალისტების ვიზიტით ინტერესდებიან და მამა ანდრიას ესაუბრებიან. ძალოვანი, ვინც კვირის რეპორტაჟის კამერის გათიშვას მუშტის მოქნევით ცდილობდა, ეკლესიის ტერიტორიას არა საკუთარი, არამედ მამა ანდრიას მანქანით ტოვებს. ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს მიტოვებული მერსედესის მარკის ავტომანქანას კი ის მოგვიანებით აკითხავს. ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით NTN 879 შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზეა. საქმე, რომელიც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში შეიკერა. ამის გამო თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი 6 წლიან სასჯელს იხდის. ანა გოჩაშვილი გიამბობთ, რა დაუჯდა თავისუფლება რეალურ დამნაშავეს და როგორ იკერებოდა საქმე, რომლის გამოც ბრალდებულიც და დაზარალებულიც სტრასბურგის სასამართლოში ჩივეს. თეონაც ქიტიშვილი მეუღლის საფლავზე უკვე 3 წელია ყოველდღე დადის. საზენიტო საარტილერიო დივიზიონის ოფიცერს გიორგი დარბაიძეს ობლად 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ანანო დარბაიძეს მამა არ ახსოვს, ის მაშინ 6 თვის იყო. 26 წლის გიორგი დარბაიძე 2008 წლის 30 აპრილს ქუთაისში ავტოავარიის დროს დაიღუპა. ტრაგედიიდან წლისა და 8 თვის შემდეგ საქმეზე დარბაიძესთან მანქანაში მჯდომ მის მეგობარს, ასევე ოფიცერ გიორგი ვარდოსანიძეს აკავებენ. 3 წელია გარდაცვლილის ოჯახი უდანაშაულო ადამიანის გათავისუფლებას და ნამდვილი დამნაშავის დასჯას ითხოვს. ჩვენთვის ეს 3 წელი რა თქმა უნდა ძალიან მძიმე იყო. ჯერ იმით, რომ მეუღლის გარდაცვალება დამხელა სტრესია ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც. შემდეგ იმით, რომ უსამართლობის გრძნობა გვაწუხებს ძალიან. ის მოდიოდა იქედან, შემოვარდა ასე, აქეთ და დაჯახება მოხდა აქ.
აქ. ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში 3 წლის წინ აღმაშენებლისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე მოხდა. ერთმანეთს მერსედესისა და ოპელის მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. ოპელის მძღოლი 26 წლის გიორგი დარბაიძე ადგილზევე დაიღუპა. მძიმე დაზიანებები მიიღო გრიგოლ ვარდოსანიძემაც. მერსედესის მძღოლი ალექსანდრე მარგველაშვილი კი ადგილიდან მიიმალა. დამნაშავე არის მარგველაშვილი, რომელიც გაწრეტილი მთვრალი მოძრაობდა აღმაშენებლის თავის სარიტუალო დარბაზიდან, მოქოდა არღანი. ალექსანდრე მარგველაშვილი პოლიციაში მხოლოდ 2 დღის შემდეგ გამოცხადდა, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო ის სამართალდამცველებმა სახლში გაუშვეს. იმავე დღეს ალექსანდრე მარგველაშვილის ახლობლები გარდაცვლილი დარბაიძის ოჯახში მიდიან და ფულად დახმარებას პირდებიან იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახმა სასამართლოში არ იჩივლოს. ალბათ გარდაცვლილი რო იყო ის კაცი და თავსო დამნაშავეც რომ და მარგველაშვილი მასთან დაკავშირებით მოვიდა თუ არ არ ყოფილიყო დამნაშავე არანაირ მოვიდა და არანაირ ეთყოდა რომ კიდევ თუ არა შემირიგდი და აგერ ვარ თქვენ გვერდშიო. მერაბიშვილთან მიდოდა შეხვედრა. ფულად დახმარებაზე დარბაიძეების ოჯახმა უარი თქვა და ტრაგედიიდან ერთ თვეში დამნაშავის დასჯა ოფიციალურად მოითხოვა. საქმე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში აღიძრა. რამდენჯერმე მოწმის სახით დაიკითხა გარდაცვლილ გიორგი დარბაიძის მეგობარი გრიგოლ ვარდოსანიძე, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად მას მოწმის სტატუსი ბრალდებულის სახელით შეეცვალა. როდესაც ჩემი შვილი ომში იბრძოდა, იქ დაურეკეს, რომ თქვენი მანქანა არის გამტყუნებული და ჩამოდი და უნდა დაგაკავოთო. ასეთ სიტუაცია იყო. თუ მანამდე მერსედესის მარკის ავტომანქანის მძღოლი ალექსანდრე მარგველაშვილი გარდაცვლილის ოჯახთან მოლაპარაკებებს ცდილობდა და ბრალსაც აღიარებდა, გამოძიებამ გადაწყვიტა, რომ ოპელის მანქანის საჭესთან არა გარდაცვლილი გიორგი დარბაიძე, არამედ მისი მეგობარი გრიგოლ ვარდოსანიძე იჯდა, რომელმაც მანქანის მართვა არ იცოდა. პირდაპირ გამიხმო პროკურორმა და მითხრა, თუ გინდა საპროცესოსო, ხელს არაფერი არ გვიშლისო, გავაფორმებ ჩვეულებრივათო. ოღონდ ექსპერტები რო ჩამოვლიან დასაკითხათო, მე აღარ გავაფორმებთ საპროცესო ექსპერტების დაკითხვამდე თუ აღიარებთო, ესე იგი ასეთი მოგიყენა ულტიმატუმი. საქმის აღძვრიდან 3 თვეში გამოძიება ავტოექსპერტიზას ნიშნავს. ექსპერტიზა ადგენს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე ოპელის მანქანაა მიუხედავად იმისა, რომ ავარია ოპელის სავალ ზოლში მოხდა და ეს გამოძიებაში არსებული ფოტომასალებიდანაც კარგად ჩანს. ავტომანქანის მძღოლად გამოძიებამ რატომღაც გრიგოლ ვარდოსანიძე დაასახელა. თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი სტატუსით 2009 წლის 25 დეკემბერს დააკავეს. ზღაპარია, რომელიც დაჯერება არ შეიძლება, ყველანაირად უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს, რათა მე გავეჩერებიო. გრიგოლ ვარდოსანიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მანამდე მას ბრალის აღიარების სანაცვლოდ რამდენჯერმე შესთავაზე საპროცესო გარიგება და მიზერული ჯარიმის გადახდის შემდეგ თავისუფლება. 26 წლის ოფიცერმა ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა და პატიმრობა არჩია. ციხიდან გამოგზავნილ წერილში უდანაშაულო დამნაშავე წერს. მთელი სიცოცხლე კანონმორჩილი მოქალაქე ვიყავი და სამშობლოს პირნათლად ვემსახურებოდი. ალბათ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ საქმეზე ალექსანდრე მარგველაშვილის გარდა სხვა ვინმეს ბრალდებაზე იქნებოდა ლაპარაკი. ალექსანდრე მარგველაშვილი ავარიიდან 2 დღის შემდეგ გამოცხადდა იმერეთის საპატრულო პოლიციაში და თან ახლობლების მეშვეობით სცადა მოლაპარაკება გარდაცვლილ გიორგი დარბაიძის ოჯახთან. უარი რომ უთხრეს მარგველაშვილმა პროკურატურისა და ექსპერტიზის დახმარებით დაიწყო საქმის მოგვარება. აქამდე ყველაზე ფასეული ამ ქვეყანაზე თავისუფლება მეგონა, მაგრამ თავისუფლების ფასადაც ვერ შევძელი ჩაუდენელი დანაშაულის აღიარება. იმ სასჯელსაც გაუძლებ, რაც უსაფუძვლოდ მომისაჯეს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხე უსამართლობის განცდას. 14 აპრილი 2011 წელი, ქუთაისის ციხე, გრიგოლ ვარდოსანიძე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაზარალებული დარბაიძის ოჯახმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციამაც უცვლელი დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმის მიღებაზე საერთოდ უარი თქვა. სამართლიანობის დადგენას ბრალდებული გრიგოლ ვარდოსანიძის და გარდაცვლილი გიორგი დარბაიძის ადვოკატი უკვე სტრასბურგის სასამართლოში შეეცდება. ჯერ არ ყოფილა ალბათ პრეცედენტი, მე შემიძლია თამამად განვაცხადო აღნიშნული დაკავშირებით, რომ ორთავე მხარეს როგორც მსჯავრდებულს
და დაცვის მხარეს ამავდროულად, ასევე დაზარალებულ მხარესაც სტრასბურგის სასამართლოში გაესაჩივრებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, კიდევ ერთი სერიოზული წაგებული საქმე დაუბრუნება ამ სახელმწიფოს გრიგოლ ვარდოსანიძის საქმის სახით. ერთ-ერთ მტკიცებულებად ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გიორგი დარბაიძის ცხედარზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოიყენებენ, რომელიც საქმეში ცდევს. დასკვნაში წერია, რომ დარბაიძეს მარცხენა მხარეს მე-6, მე-7, მე-8, მე-9 ნეკნების მოტახილობა აღენიშნებოდა, რამაც ფილტვის, ღვიძლის და ელენთის დაზიანება გამოიწვია. სიკვდილის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას, რომ ჩემ მეუღლე არიჯდა საჭესთან. მას ისეთი დაზიანებები ჰქონდა მიღებული, რომ არ ვიცი, ზედე ხატარული. გულზე ხატარული, ის იყო რულით მკვდარი. სწორედ ამის მიხედვით ასკვნის დაზარალებულის ოჯახი, რომ ავტომანქანის საჭესთან არა დაკავებული გრიგოლ ვარდოსანიძე, არამედ გარდაცვლილი გიორგი დარბაიძე იჯდა და ეს დაზიანებები მან ავტომანქანის ძლიერი შეჯახების შედეგად მიიღო. ეს მათივე გადაღებული სურათია შემთხვევის დროს. ეს არის რედულა ორმაგე ხაზი. მესელესის კარე რეა. სტრასბურგში გაიგზავნება დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნაც. დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ მერსედესი ოპელის სავალ ზოლში გადავიდა. ოპელის მძღოლმა მანქანის არიდება სცადა, თუმცა ვეღარ მოასწრო და შეჯახებაც მოხდა. ვინ შეიძლება მჯდარიყო საჭესთან, პასუხება გაცემული საჭესთან მჯდარიყო ის, ვის მკერდზეც იქნებოდა საჭის ანაბეჭდი, ჩვენ ხო არ ვიცით. და სამედიცინო დასკვნაში წერია ჩამტრეული აქ ეს ნეკნე, აქეთ ეს ნეკნე, ეს ნეკნები და ესენი ჩამტრება აქეთ არ შეიძლება მოხდარიყო. რატომ არ გაითვალისწინა გამოძიებამ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და რატომ არ მიექცა ყურადღება იმ ფაქტს, რომ მერსედესი ოპელის სავალ ზოლშია და მას ამ მიმართულებით გადაადგილების უფლება არ ჰქონდა. გარდაცვლილი გიორგი დარბაიძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ თავისუფლება რეალურმა დამნაშავემ დიდი ფულის გადახდის სანაცვლოდ იყიდა. დარბაიძემ ფულს ხელი არ მოკიდაო და ის ფულის პროკურატურას მოახმარეთ. ეს არის ნათელი. აქ მეორე აზრი არ არსებობს. ის ბავშვები. აი მარგველაშვილის სიტყვებია. შვილების პატრონი ხო ხარ და ერთი მეორე. აი, შენი წირიმე, თქვაც სიმართლე. 1000 გითხარი, მე ჩემი აზრი მარსაკოსთან დაკავშირებით. რომ მე ჩემი აზრით, ჩემი შინარწმენით მე მერსედესი მგონია დამნაშავე. ჯერ-ერთი გამომდინარე პიროვნებიდან. მე მეორე ნახალდიდან მეორე შემთხვევის ყველაფერი გამოგარემოებები. ამ ფარულ ჩანაწერში გარდაცვლილ გიორგი დარბაიძის მამას გამომძიებელი დავით მაჩიტიძე ესაუბრება. ამ გაყალბებულ საქმეზე ორმა გამომძიებელმა, დავით მაჩიტიძემ და გიორგი ქოჩიაშვილმა იმუშავეს. საქმესთან უშუალო შეხება ჰქონდათ პროკურორებს ლევან ზანკალიანსა და გიორგი ლანჩავას, ორ მოსამართლეს გიორგი დარახვალიძესა და დავით სვანაძეს. საქმის ხელახალ განხილვაზე კი უარი უზენაესის სასამართლოს მოსამართლე დავით სულაქველიძემ თქვა. კომენტარის გაკეთება არც ერთმა მათგანმა არ ისურვა. დასრულებული აღნიშნულ საქმეზე განხილვა. შეუძლებელია თავად მერსედესის მძღოლ ალექსანდრე მარგველაშვილთან დაკავშირებაც. მის ოჯახში ჩვენ ასე გაგვიმასპინძლდნენ. ავარია დამთავრდა უზენაესმა და ამერ აი ეს ავარია. მიბძანდით ახლა ძალიან ბოდიშ მოგივდი, მაგრამ მიბძანდი ახლა ავარიის საქმე დამთავრდა. შენ იკითხა ავარიაც გამოიწიეო. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი ამაყად საუბრობს იმაზე, რომ სამართალდამცველ სტრუქტურებში კორუფციის დონე მინიმუმამდე დავიდა და თითქმის აღარ არსებობს, ექსპერტები სულ უფრო მზარდ ელიტურ კორუფციაზე საუბრობენ. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქვედა დონეზე შემცირებული კორუფციის პარალელურად ხშირია უკანონო გარიგებები სამართალდამცველი სტრუქტურების ზედარგოლებში. ვიღაცა მოახერხა რაღაც კორუფციული გარიგებით ეყიდა თავისუფლება. თუ სამოქალაქო სექტორი, იგივე მედია ამ საკითხს თქვა ამ შემთხვევაში თვალყურს მიადევნეს და ბოლომდე მიყვება, შეიძლება ისე მოხდეს, რომ თქვა დამნაშავე რეალურად გამოვლინდეს. იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც იგივე ჟურნალისტურმა გამოძიებამ, იგივე საზოგადოებრივმა აზრმა უნდა თავისი თქვა თქვას.
სკანდალური საქმე, რომელშიც დაზარალებული ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სულ მალე გაიგზავნება. მანამდე კი გარდაცვლილი ოფიცრის ოჯახმა არაერთხელ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, თუმცა არც ერთი უწყებიდან გიორგი დარბაიძის ოჯახს პასუხი არ მიუღია. ერთადერთი რეაქცია, რომელსაც 26 წლის ოფიცრის ოჯახი სახელმწიფოსგან იღებს, ასეთია. შენთვის ერთი არ არის, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, რომ შენ შვილს ხომ არა ვაბრალებთო დანაშაულს. გამიცოცხლეთ შვილი და დააბრალეთ მეთქი, ესე უთხარი. რა უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ჭარბი ელექტროენერგია თუ ეკოლოგიური უსაფრთხოება. ხაიშის სოფელი, რომელიც უნდა დაიტბოროს და სვანები, რომლებიც ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. ენგურჰესის შემდეგ ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პლუს-მინუსებს ზვიად თხელიძე არ ყვებდა. იმ შემთხვევაში თუ მაინც აშენდა ხუდონჰესი ჩათვალეთ რომ ყოლა ვერ გადაასვენებს იცვალებულს და ძალიან ბევრი სასაფლაო მოხდება წყალქვეშ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოღობილი აქვს სასაფლაოები, მაგრამ ამჟამად აქ არ ცხოვრობენ და ფაქტობრივად აღარ საკითხავენ, მაგრამ ჩვენ პატრონით ამ სასაფლაოებს წმენთ ხოლმე და აკვირდებით ალბათ ყოველდღე ვაწყობთ შაბათობას, ვასუფთავებთ და ვალაგებთ აქაურობას, რომ ტაძართან მისასვლელი გზა სუფთა იყოს და სასაფლაოების გარშემო ტერიტორია სუფთა იყოს. ზურაბ ნიჟარაძე სოფელ ხაიშის მკვიდრია. ზემო სვანეთის ეს ერთ-ერთი დიდი დასახლება უახლოეს 6 წელიწადში შესაძლოა საქართველოს რუკიდან გაქრეს. საქართველოს ხელისუფლება და ინდური კომპანია კონტინენტალ კონსტრუქშენი ახლახან შეთანხმდნენ, რომ მდინარე ენგურზე კიდევ ერთი ხუდონჰესის მშენებლობა მოგებიანი იქნება. ხუდონის მშენებლობა არის მომგებიანი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ინვესტიციები იქნება განხორციელებული და საკმაოდ რთული იქნება მისი მშენებლობა, მიუხედავად ამისა, ტექნიკურადაც შეაძლებელია მისი მშენებლობის განხორციელება და ეკონომიკურადაც მისაღებია. ხუდონის 700 მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის აშენება ავტომატურად ნიშნავს სოფელ ხაიშის დატბორვას და 500-მდე ოჯახის, დაახლოებით 2000-მდე ადამიანის ამადგილებიდან გადასახლებას. ხაიშის დატბორვა კი თემის 18 სოფლის იზოლირებას და დაცარიელებას გამოიწვევს. კოდორის დაკარგვის შემდეგ ზემო სვანეთის კიდევ ერთი ნაწილი აღმოჩნდება ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლილი, თუმცა ამჯერად უომრად და თოფის გაუსროლელად. 330 კილომეტრიან სასაზღვრო ზოლი გვაქვს სვანეთს მოძმე რუსეთთან, მოძმე ბრჭყალებში რა თქმა უნდა. ამას დავუმატოთ კიდე დაახლოებით 50-60 კილომეტრი აფხაზეთთან, რომელიც ფაქტობრივად დღეს რუსეთია. აქედან ხალხის გასახლება არანაირად არ შეიძლება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეხლა საქართველოს ინტერესებში შედის რა თქმა უნდა ენერგეტიკის გაძლიერება და მომავალი ამას აქვს. მაგრამ არსებობს ალტერნატივა, რომ ხალხის დავტოვოთ და ელექტროენერგიას მივიღოთ. ალტერნატიული ვარიანტისა და ხუდონჰესის მშენებლობის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ჩვენ შევეცადეთ პასუხი ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლისგან მიგვეღო, თუმცა მან კომენტარზე უარი გვითხრა. აქ უკვე 10 წლეულები მიმდინარეობს ამაზე საუბარი, დარჩება თუ არ დარჩება ეს სოფელი და ამ 10 წლეულების განმავლობაში ელემენტარულად მოსახლეობამდე ვერ მივიდა ინფორმაცია. ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები ხუდონჰესის თაობაზე არა მარტო ჟურნალისტებთან გაურბიან საუბარს. ინდურ კომპანიასთან დასრულებული მოლაპარაკებების შესახებ თავად ხაიშელებმა საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის მსგავსად ტელეეკრანებიდან გაიგეს. მთავრობის მაღალჩინოსნები და ექსპერტები სვანებს ბოლოს 2008 წლის ზაფხულში შეხვდნენ. ინდოელებთან შეთანხმება ავტომატურად ნიშნავს თუ არა ხაიშელების გადასახლებასა და სოფლის დატბორვას, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია დღემდე არ არსებობს. საერთოდ კაცი შვილი არ მოსულა თქვენს მეტი აქ არ არის დღემდე არავის არ უკითხია არ უკითხავთ ჩვენ რა ხდება რა არის არაფერი არ ვიცით მაგასთან დაკავშირებით რაც შეეხება ტელევიზორში რაც მოგვისმინების მეტი არავინ არაფერი არ არის მე მიცვალებული მყავს შვილი აქ მყავს და მარხული დედმამა ყველა და ეს ძველი სასაფლაო ჩემზე უფრო მეტი ადრეული მკვდრები ყავთ აქ დამარხული და საით უნდა წაიყვანა მათვე რა ხაიშელების უმრავლესობისგან განსხვავებით სოფლის რწმუნებული იხსენებს რომ გასული წლის ბოლოს სოფელში ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები კიდევ ერთხელ განიხილეს. რწმუნებული ამბობს, რომ გიგანტური ჰესის მშენებლობას მოსახლეობის დიდი ნაწილი გაგებით ეკიდება და არც გადასახლების წინააღმდეგია. იყო საუბარი, რომ საერთოდ არის გარდაუვალი ქვეყნის ეკონომიკიდან გამომდინარე აუცილებელი ამ ხუდონჰესის აშენება
და ხალხთან იყო საუბარი და ხალხიც სხვათა შორის დაგებით ხვდებოდა ამას. ხალხის ნახევარზე მეტი არის თანახმა და თავისთავად ყავს ოპოზიცია ამას. ვერსად ვერ წავალ. არ გვინდა გესი საერთოდ არ გვინდა არც ერთ რომელ ხაიშელს უნდა გესი მითხარ. არც ერთს არ უნდა. რომელ ხაიშელს უნდა გესი და ხაიში რო დატბორდეს. არც ერთს არ უნდა. და რომელ პირობებს შეგვიქმნიან ჩვენ იმას რომ როგორ ცხოვრობთ ისე სადმე ვიცხოვროთ. ახლა ამ სიბერეში ჩვენ 2 წელიწადი ვერ გავძლებთ სადმე რო წავიდეთ და ახალი ცხოვრება რა ახალი ცხოვრება დავიწყოთ. ეს ხაიშელების ის ნაწილია, რომლებიც სოფლის ცენტრში სპეციალურად გველოდნენ. აქ ყველაზე მსგავსი ისტორიები აქვთ. ერთის მხრივ გადასახლების მუდმივი მოლოდინი და მეორეს მხრივ ძლიერი მიჯაჭვულობა მამაპაპისეულ საცხოვრებელ ადგილთან. იმ გარემოსთან, სადაც ისინი დაიბადნენ და აღიზარდნენ, სადაც წინაპართა ძვლები მარხია. სვანეთის ხარხი აყრაში არ წავა, რატო გყრით მითხარი, რა დავაშავეთ. დანაშაული გვაქვს რამე. ჩვენ ეს კლდები გვირჩევნია, იცით თუ არა შენ? არსად არ მივდივართ იცოდეს საყვარელო არსად. ხუდონჰესის მშენებლობა საბჭოთა პერიოდში 1979 წელს დაიწყო და 10 წლის შემდეგ საბჭოთა სისტემის კრიზისისა და ეროვნული მოძრაობის ზეწოლით გაჩერდა. სააკაშვილის მთავრობამ ჰესის მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება 2005 წელს მიიღო. ხელისუფლების გარდა მეგამშენებლობის პროექტის განახლებას მომხრეები ჰყავს ენერგეტიკის სფეროს ექსპერტებში. ხუდონის 2 მილიარდამდე დამატებითი კილოვატ-საათი საქართველოს მთავარ საექსპორტო პროდუქტად ელექტროენერგიას აქცევს. ხუდონჰესის აშენება გასდევს საქართველოს მხრიდან ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალს. საინტერესოა, რომ ეს ელექტროენერგია მოხდება თურქეთის ბაზარზე ალბათ, მაგრამ ჩვენი ინტერესი არის მწვანე ენერგია მოხდეს ევროკავშირის ბაზარზეც. საბჭოთა კავშირის დამსახურებული ენერგეტიკოსი ანზორ ჭიტანავა ენგურ ჰესის მშენებლობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ის ამბობს, რომ გიგანტური ჰესის გარემოზე ზემოქმედება მინიმალური იქნება და არ დააზარალებს სვანეთის უნიკალურ ბიოკლიმატს. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასე ფართოდ რეკლამირებულ ახალ სამთო სათხილამურო კურორტ მესტიას. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ 5 კვადრატული კილომეტრი და 3 კვადრატული კილომეტრი წყალსაცავის ზედაპირი იქონიებს გავლენას კლიმატზე და ის შეცვლის იქაურობას და ეს იქნება საზიანო და გამოიწვევს კატასტროფებს, ან გამოიწვევს ძალიან დიდ ცვლილებებს, არ არის სწორი. არ გაფუჭდება და არის. სულ სხვა ისტორიას ხვებიან ხაიშელები, რომლებიც ენგურის წყალსაცავიდან 10 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ენგურის წყალსაცავმა სვანეთის ისედაც მწირი ნიადაგი და კლიმატი აბსოლუტურად შეცვალა. ენგურ ჰესის აშენების მერე რაც ის წყალი დაგუბდა, მას მერე კლიმატი ჩვენთან საგრძნობლად შეიცვალა, მოიმატა ტენმა. მე ჩემი ბავშვობა მთელი ზამთარი სუთხილამურებით, კაი ფაფუკთოლზე დავსრიალებდი, რაც ეს ენგურ ჰესი აშენდა და ის ტბა შეივსო ის მთლიანად, მას მერე ჩვენთან ფაქტიურად ზამთარში თოვლი არ მოდის. მთელი ზამთრის პერიოდი არის წვიმა გადაუღებელი და ჩვენი რეგიონისთვის აბსოლუტურად უცნობი იყო ყველანაირი წამალი სოფლის მეურნეობაში, იგივე ბოსტნეულზე, იგივე სხვა კულტურებზე, ხეხილზე. საერთოდ არ იხმარებოდა. ბუნებრივად ყველაფერი იყო საღი და ჯამთელი. მას მერე რაც ესეთი ნესტმა მოიმატა, ჩვენთან გაუჩნდა პრობლემა თითქმის ყველა სახის ბოსტნეულს. ზოგიერთი საერთოდ გადაგვარდა და მოყვანა შეუძლებელი არის, იმიტომ რომ სადღაც სიმწიფის ფაზაში რო შედის, მერე თლად ფუჭდება და ლპება. ტენიანობის მატების შედეგად გამოწვეული დამეწყრილი ადგილების ნახვა ენგურის წყალსაცავის გაყოლებაზე, სამანქანო გზაზე და ხაიშის გარშემო მრავალ ადგილას შეიძლება. ზოგან მიწაა მოწყვეტილი, ზოგან კი წყალი გვირაბში ჩანჩქერივით ჩამოედინება. რამდენად გამართლებულია ეს ყველაფერი ეკონომიური, ეკოლოგიური თვალსაზრისით, მით უმეტეს ჩვენ გვაქვს ძალიან მწარე გამოცდილებები. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ლაჯანურ ჰესი და ცაგერის დამბა. ბუნებრივია სარგებელი ნახა სახელმწიფომ აი ამ პროექტით, მაგრამ რამდენიმე ათეულ წელიწადში ამ პროექტმა გამოიწვია ნახევარი
ცაგერის დაცარიელება 10-მდე სოფლისთვის მთლიანად საარსებო წყაროს დაკარგვა და ბუნებრივი კატასტროფების ისეთ დონეზე გააქტიურება, რომ დღეს მთელი ცაგერის რაიონი, მთელი ლეჩხუმი არის რისკის ზონა და ძალიან ბევრი ადამიანი ექვემდებარება აუცილებელ გადასახლებას. შედეგად ჩვენ მივიღებთ კიდევ ერთ დაცარიელებულ ტერიტორია საქართველოსი, მით უმეტეს ეს არის სასაზღვრო ტერიტორია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მოსახლეობა და დასახლებული პუნქტები იყოს შენარჩუნებული. კიდევ ერთი საფრთხე, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა ყურადღებას ამახვილებს, ხოლო ხელისუფლება საერთოდ არ საუბრობს, ეს ის სეისმომდგრადობაა. ამ საკითხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი იკვლევს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა ის კი არაა სეისმური აქტივობის როგორ ზონაში შენდება ხუდონი, არამედ ის, თუ ვინ აშენებს და როგორ აშენებს კაშხალს. არააქტიურ ზონებში მე არც ერთი კაშხალი არ მინახავს. ეს რატომ ერთ მარტივი მიზეზის გამო, რომ სადაც თქვათ მთებია, იქ რა თქმა უნდა არის სეისმური აქტივობა, თუმცა ისეთი მაღალი მთები. ანუ მთელი თქვათ პრობლემა სწორ არსებობს რაში სწორ დაგეგმარებასა და კარგ მშენებლობაში, ხო? ასე რომ ისე უნდა იყოს გათვლილი კაშხალი, რომ ნებისმიერ სეისმურობას გაუძლოს თქვათ რეგიონში. ინდური კომპანია Continental Construction-ის ოფიციალურ ვებ-მისამართზე მითითებულია, რომ კომპანიას აქვს ჰესების დაპროექტებისა და მშენებლობის გამოცდილება ინდოეთში, ლიბიასა და ერაყში. თუმცა არსად აქვს აშენებული იმ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი, რომელიც ხუდონ ჰეს ესაჭიროება. ამავე დროს ცნობილია, რომ ჰეს სენგურზე რეალურად ააშენებს არა Continental Construction-ი, არამედ ტრანსელექტრიკა. მის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ კომპანია არა რეზიდენტი ინდოელებისა და ქართველი პარტნიორების მიერ არის დაარსებული. თუმცა დამფუძნებლების ვინაობის გასაიდუმლოების მიზნით ტრანსელექტრიკა ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორშია დარეგისტრირებული. არსად გამოქვეყნებულა რაიმე სახის დოკუმენტი, რომ ტრანსელექტრიკა ნამდვილად Continental Construction-ის შვილობილი კომპანიაა. ტრანსელექტრიკას ქართველი მენეჯერის მიღნება კომპანიის ოფისის მითითებულ მისამართზე ჭავჭავაძის 41-ში ვერ მოვახერხეთ და შესაბამისად ვერც იმის გამორკვევა შევძელით, აქვს თუ არა აღნიშნულ კომპანიას მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება. ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ გრძელვადიან პერიოდში მოხდეს ფასების სტაბილიზაცია, ელექტროენერგიის ფასის გაიაფება პრაქტიკულად იქნება და არის შეუძლებელი. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ხუდონ ჰესის მშენებლობა ინდოელ და ქართველ ინვესტორებს მილიარდი ამერიკული დოლარი დაუჯდება და მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. ენგურზე 201 მეტრიანი კაშხლის მშენებლობა 400 ჰექტარის 350 მილიონი კუბომეტრი წყლის დატბორვას გამოიწვევს. 22 წლის წინ შეჩერებული მშენებლობის გრანდიოზული პროექტის ირგვლივ კითხვები იგივე დარჩა. რა უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ჭარბი ელექტროენერგია თუ ეკოლოგიური უსაფრთხოება და შესაძლებელია თუ არა ოქროს შუალედის მოძებნა. ამ კითხვებზე პასუხს პირველ რიგში სოფელ ხაიშის და თემის კიდევ 18 სოფლის მაცხოვრებლები ელოდებიან. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. სტუდია GNS-ის ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებად, კარგად გრძანდებოდეთ.